ქართულ კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე განათლებასა და ამ მიმართულებით დაანონსებულ სიახლეებზე გეგმავს საგარეო საქმეთა მინისტრი იუნესკოს გენერალური ასამბლეის 53-მე სესიაზე საუბარს. ხვალ სწორედ მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით განახდება დებატები, სადაც მსჯელობის მთავარი თემა იუნესკოს საქმიანობა. სესიის ფარგლებში სამარყანდის საგამოფენო სივრცეში გაიხსნება ქართული კუთხედი, სადაც იუნესკოს 3000-ზე მეტი დელეგატი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნობა. სამარყანდაში ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მართავს ორმხრივ შეხვედრებსაც. მინისტრმა დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. თამუნე ციკლაური აშუქებს ვიზიტს და ის გვერდება ახლა მოამბის ეთერში. დღეიდან აიღო სტარტი იუნესკოს გენერალური ასამბლეის 53-მე სესიამ. დღეს გახსნის ცერემონიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს როგორც გენერალურმა დირექტორმა, ასევე უზბეკეთის პრეზიდენტმა. თუმცა უკვე ხვალიდან იუნესკოს გენერალური სესიის ფარგლებში დაიწყება დებატები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკას, ხედვას იუნესკოს საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქართული მხარის ხედვას და პოლიტიკას გააცნობს დელეგატებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც თავის მხრივ ხელმძღვანელობს სწორედ ქართულ დელეგაციას იუნესკოს გენერალური ასამბლეის 53-მე სესიაზე და როგორც მაკა ბოჭორიშვილმა ჩვენ გითხრა, ის გეგმავს, რომ გაამახვილოს ყურადღება აი ამ დებატების განმავლობაში და გამოსვლის განმავლობაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სწორედ ქართულ კულტურას, საქართველოს ნაბიჯებს და გადადგმულ ნაბიჯებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით და იუნესკოსთან თანამშრომლობის კუთხით, თუმცა ასევე, როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, ის გეგმავს, რომ ისაუბროს განათლების დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან განათლება არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვრცელდება სწორედ იუნესკოს მანდატი. ეს კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სავიზიტო ღარათი, რაც არის კულტურა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი. ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსში კიდევ ერთხელ მოხდეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე აქცენტი გავაკეთოთ სწორედ იმ დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა უკეთ იყოს მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს. დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც, მაგალითად ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გერმანიის მთავრობის მხრიდან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, ვინაიდან ვიცით, რომ დღეს გახდა სწორედ ცნობილი, რომ გერმანიის მთავრობამ უპასუხა ალტერნატივა გერმანიას კითხვას, სწორედ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ კითხვის პასუხად კი გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ გერმანია აფინანსებს ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში მოქმედს, თუმცა გერმანიის მთავრობა ამ შემთხვევაში არასაჯაროვებს კონკრეტულად იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას მათგან და ამის მიზეზად აი ამ წერილში და პასუხში სახელდება ის, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები დემოკრატიის კუთხით ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. აი ამ საკითხზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა აქცენტი გააკეთა სწორედ მათ შორის ამ ნაწილთან დაკავშირებით, ვინაიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ტყუილია, რომ თითქოს რომელიმე ორგანიზაცია საქართველოში ეზღუდება საქმიანობა, რაც შეეხება უკვე დაფინანსების საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ფაქტია და აშკარაა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები სწორედ აი ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, იმ მიზნებთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობს, რომ სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის საკითხი არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მათ შორის იმ ქვეყნებისათვისაც, იმ ქვეყნების ნაწილშიც, რომელთა გადასახადების გადამხდელების თანხები მიდის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კუთხით. ციცრუეა, რომ თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები არის შეზღუდული და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვს თავისუფლად საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაეცა გერმანიის მხრიდან, გერმანიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში დაფინანსების საკითხებს. გამჭვირვალობა, რომელზეც ჩვენ ასე ვსაუბრობთ, ჭირდება არა მარტო ჩვენ საზოგადოებას, როგორც ჩანს, ჭირდება გერმანულ
მუსულმანურ საზოგადოებასაც და სხვა საზოგადოებებსაც, რომელთა გადამხდელის ფულით, გადასახადით რეალურად საქართველოში ფინანსდება ისეთი საქმიანობები, რომელიც არ ითქმის. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუკი ჩვენ ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ ეს ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს საჭირო ქართული საზოგადოებისთვის და უფრო მეტიც იმ საზოგადოებისთვის, რომელიც გადასახადს იხდის სწორედ ამ საქმიანობის დაფინანსებისთვის. დღესვე ჟურნალისტების კითხვის პასუხად მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო საქართველომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, სადაც დევიდო სალივანი წერს, რომ მადლიერია საქართველოს პოლიტიკის, რომ ერთგული არის სწორედ იმ პოლიტიკის და იმ ვალდებულებების, რომელიც აქვს აღებული ქვეყანას, რომ საქართველო არ არის გამოყენებული რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდისავლისათვის და მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სწორედ მათ შორის ეს წერილი, ეს პასუხი და ეს პოზიცია არის მთავარი პასუხი იმ ბრალდებების მისამართით, რომელიც ისმის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედანაც, გარე აქტორების მხრიდან, რომ თითქოს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთი იყენებს სანქციების გვერდისავლისათვის. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მათ შორის ეს წერილი ადასტურებს იმას, რომ 2022 წლიდან მოყოლებული საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს რაიმეში დასდონ ბრალი, თუმცა პარალელურად 2022 წლიდანვე ჩვენ ხედავთ გამალებულ კამპანიას საქართველოს შავი ხვრელი, ეგრეთ წოდებული, რომელშიც ჩართულები არიან საერთაშორისო აქტორები, ჩართულები არიან საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები და მთელი რიგი ორგანიზაციები. ეს არის კამპანია, რომელიც მიმართულია საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად, საქართველოს ინტერესების შესალახად და რომელიც დღესაც ხორციელდება და ალბათ გააგრძელებენ ამის განხორციელებას, თუმცა ჩვენ ამას უპირისპირებთ ჩვენს ქმედებებს, ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რის გამოც სწორედაც საქართველო იღებს მადლობას. ჩვენ ამ საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდა მაშინ, როდესაც ვესაუბრეთ იუნესკოს გენერალური ასამბლეის 53 სესიის ფარგლებში. მაკა ბოჭორიშვილი, როგორც უკვე გითხარით, უკვე ხვალიდან მიიღებს მონაწილეობას სესიის დებატებში, სადაც ისაუბრებს საქართველოს პოლიტიკაზე, კულტურული მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე ხვალიდან საგამოფენო სივრცეში გაიხსნება ქართული კუთხეც, სადაც იუნესკოს 3000-ზე მეტ დელეგატს ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო კარგად გაეცნოს ქართულ კულტურასა და ისტორიას. მადლობა, თამუნე ციკლაური იყო პირდაპირ ეთერში.